Conversation I have with him is a good conversation. President Putin-თან ყოველი საუბარი კარგი საუბარია. შემდეგ კი სამწუხაროდ კიევში ან სადმე სხვაგან ბომბი ვარდება და ამის გამო ძალიან ვბრაზდები. Ვფიქრობ ომს დავასრულებთ, თუმცა რთულია. მეგონა რომ სხვა კონფლიქტებს შორის ეს ყველაზე მარტივი მოსაგვარებელი იქნებოდა. თუმცა არასდროს იცი რა მოხდება. ომში ხარ და ომში უცნაური რაღაცები ხდება. ის ფაქტი რომ პუტინი ჩვენს ქვეყანაში, ალასკაში ჩამოვიდა, მნიშვნელოვანი განცხადება იყო. მისთვის ეს მარტივი არ იქნებოდა, თუმცა ჩამოსვლამ აჩვენა რომ სურს საკითხის გადაჭრა. მოგეხსენებათ რომ ჩვენ ასევე ვსაუბრობთ რაკეტებზე, ბირთვული იარაღზე, ჩვენ სხვადასხვა საკითხებზე ვსაუბრობთ, ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე. ამაში ჩინეთსაც ჩავრთავთ. ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს. რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი კი მესამე. თუმცა ჩინეთი ძალიან ჩამორჩება, 5 წელში დაგვეწევიან. გსურს დენუკლეარიზაცია, რადგან ეს უდიდესი ძალაუფლებაა და ამაზეც ვისაუბრეთ. თუმცა მანამდე ომი უნდა დავასრულოთ. როგორ ფიქრობთ, ასე რატომ ერიდება პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას? იმიტომ რომ ის არ მოსწონს გესმით? ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც არ მომწონს, არ მიყვარს მათთან შეხვედრა. ზოგჯერ მოსწონს შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც არ მოსწონთ. პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის ერთმანეთი ნამდვილად არ მოსწონთ.